მორიგი ტერაქტი, გლოვა და საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში. 84 დაღუპული, მათ შორის 10 ბავშვი და ათეულობით დაშავებული. ნიცაში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტრაგიკულად დასრულდა. ტერაქტის დეტალები, თვითმხილველთა ნაამბობი და მსოფლიო ლიდერთა გამოხმაურება ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში. საქართველოს ხელისუფლების სამძიმარი ფრანგ ხალხს, ქვეყნის პრემიერისა და პრეზიდენტის შეფასებები. როგორ გამოიხმაურა ტრაგედიას საქართველოს საგარეო უწყება. ნახეთ 2030-ში. აჭარის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ვინ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევას. რატომ არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედია ვასაძემ. რა სიტყვით მიმართა დეპუტატებს ზურა პატარაძემ და როგორია მისი გეგმები, ნახეთ სოფო ჟღენტის და ანა ბროლაძის რეპორტაჟში. საღამომშვიდობისა ეს 2030-ია, გადაცემის ნახვა 2030-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ, გადაცემის მოსმენა FM 98.1-ზე რადიო ცნობის საშუალებით. მე მაკაცინცაძე ვარ, 2030-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. მორიგი ტერაქტი საფრანგეთში, პარიზისა და ბრიუსელის შემდეგ თავდასხმა ქალაქ ნიცაზე განხორციელდა, რომელიც ქალაქის ისტორიაში ყველაზე სისხლიანია. დაღუპულია 84 ადამიანი, 18 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. საფრანგეთში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ქეთი ჩოხელი ჩაგვერთვება დეტალებით, ქეთი მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გერმანული გამოცემა ბილდი გერმანიის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერდა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ევროპის სამხრეთ ნაწილში მდებარე კურორტებზე თავდასხმებს გეგმავდა. გამოცემა მაშინ წერდა, რომ ტერორისტების სამიზნე შესაძლოა იტალია, ესპანეთი და საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი გამხდარიყო. საფრანგეთში ამ დრომდე მოქმედებს ნოემბრის ტერაქტის შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა. ჯერ კიდევ გუშინ ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას გაახანგრძლივებდა. თუმცა ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო მან გადაწყვეტილება შეცვალა. ტერაქტის შესახებ დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე დღეს აცე გათენდა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტ ნიცაში საზარელი თავდასხმის შემდეგ დაღუპულებს გლოვობენ. ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ნიცას სანაპიროზე სისხლიანი თავდასხმით დასრულდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი სანაპიროზე მყოფ ხალხში შევარდა და 2 კილომეტრი გაიარა. დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. საავადმყოფოში მყოფ ათობით დაშავებულთაგან 18 სიცოცხლისთვის იბრძვის. მე მხოლოდ მიწაზე დაცემულ ხალხს ვხედავდი. ვცდილობდი მათთვის არ შემეხედა. ძალიან მტკივნეული იყო. ხალხი ტიროდა, ყველგან სისხლი იყო. მსხვერპლთა რაოდენობა დიდია, 80-ზე მეტი დაღუპული, 18 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ თანადგომა უნდა აღმოუჩინოთ მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს, ასევე ნიცას მცხოვრებლებს, რომლებიც მომხდარის გამო ტრავმირებულები არიან. სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ ორმხრივის როლის დროს მოკლა. ფრანგული მედიის ინფორმაციით ის წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრები მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. პოლიციის მხედველობის არეში ის წარსულში წვრილმანი დანაშაულის გამო მოხვედრილა, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ ყოფილა. ის უცნაურად იქცეოდა სადარბაზოში, მის უკან თუ შევდიოდით, კარს გვიჯახუნებდა. ის ყოველთვის მარტო იყო, ის წინ და უკან დადიოდა, ამიტომ მას ხშირად ვხედავდი. სიმპათიური მამაკაცი იყო, თუმცა უცნაურად საშიში გამომეტყველება ჰქონდა. მე არ გულისხმობ მის გარეგნობას. ის ხშირად დაჟინებით უყურებდა ბავშვებს. ტერაქტის შემდეგ ნიცაში საფრანგეთის პრეზიდენტი, პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ. ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. გადავწყვიტე, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადა 26 ივლისს იწურება, კიდევ 3 თვით გავახანგრძლივო. კანონპროექტს პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენენ. ჩვენ ვერავინ გადაგვაფიქრებინებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს აქტივობას სირიასა და ერაყში. ჩვენ გავაგრძელებთ დარტყმების განხორციელებას მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს მიწას თავს ესხმის. ამჟამად პოლიცია იძიებს ყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველი. უსაფრთხოების მიზნით ნიცაში ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმდა. პლაჟები კი დაიკეტა.
ნიცაში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ერთ-ერთმა პირველმა განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საფრანგეთს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. საფრანგეთს მიუსამძიმრა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენ სტოლტენბერგის თქმით, ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს. ნიცაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მონღოლეთში მიმდინარე ევროპა-აზიის სამიტის მონაწილეებმა. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გვიყურებს და ელის, რომ ჩვენ ვიპოვით სწრაფ და ეფექტიან გზას იმისთვის, რომ გაკეთდეს ყველაფერი ამ ტერორისტული კატასტროფის დასასრულებლად და მსოფლიოს გასაერთიანებლად, რომ შევძლოთ ბრძოლა სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მათი ნიჰილისტური მიდგომის წინააღმდეგ. The United Kingdom stands shoulder to shoulder with France today. გაერთიანებული სამეფო საფრანგეთის გვერდით დგას ისევე როგორც ეს წარსულში მომხდარა თუ კი ეს ტერორისტული თავდასხმა იყო, ჩვენ ამ სასტიკ იმკვლელების დასამარცხებლად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საფრანგეთთან და პარტნიორებთან ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს სევდიანი დღეა საფრანგეთისთვის, ევროპისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის. ტრაგიკული პარადოქსია, რომ თავდასხმის სამიზნეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც თავისუფლებას, თანასწორობასა და მეგობრობას ზეიმობდნენ. ჩვენ თანადგომას უცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და მთავრობას ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ თუ რა გვაკავშირებს ჩვენ ფრანგ მეგობრებთან ამ მტკივნეულ საათებში. ეს საშინელი თავდასხმა ეროვნულ დღესასწაულზე მოხდა. ეს არის საამაყო დღე, თუმცა ახლა ის გლოვის დღედ იქცა. გერმანია სხვა ქვეყნებთან ერთად საფრანგეთის გვერდით დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ძვირფასო ფრანსუა, რუსეთმა იცის რა არის ტერორი და საფრთხეები, რომლებსაც ეს ყველა ჩვენთაგანისათვის წარმოადგენს. ჩვენს ხალხს არაერთხელ გადაუტანია მსგავსი ტრაგედიები და ღრმად წუხს მომხდარის გამო. უთანაგზნობს ფრანგ ხალხს და სოლიდარობას უცხადებს მას. ნიცაში მომხდარი დანაშაული, რომლის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკით და განსაკუთრებული ცინიზმით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით ტერორიზმის დამარცხება შესაძლებელია. ვიზიარებთ ფრანგი ხალხის გლოვას, ჩვენ ვითანამშრომლებთ საფრანგეთის მთავრობასთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მზად ვართ ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოთ. არავინ იცის ვის, სად და როდის დაარტყამს ტერორიზმი. საფრანგეთის ხელისუფლების ყურადღება და თურქეთში დიპლომატიურ მისიებში გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები არ არის საკმარისი. სამწუხაროდ ტერორიზმმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სახე საფრანგეთის შუაგულში. ნიცაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ამოცნობა ამ დრომდე გრძელდება. ფრანსუა ოლანდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაღუპულია ბევრი უცხოელი. წინასწარი მონაცემებით გარდაცვლილებს შორის არიან საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინის მოქალაქეები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მადლობა, ქეთი ჩოხელი გვერდთვებოდა. პირდაპირ ეთერში, ახლა პირდაპირ ეთერში ასევე სკაიპით ნიცაში მცხოვრები ქართველი მარიამ მახნიაშვილი ჩაგვერთვება. მარიამ, მოგესალმები. მარიამ, იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივია ძალიან რთულია გახსენება, თუ შეგიძლიათ გვიამბოთ და გვიამბეთ რა ხდებოდა გუშინ საღამოს ნიცაში. საღამო მშვიდობის, მე უშუალოდ ვიმყოფებოდი სახლში ამ დროს. შევესწარი საშინელ ფაქტს, იმიტომ რომ იყვნენ უამრავი ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ შველას, იყვნენ ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ, ყველა გარბოდა, ითხოვდნენ თავშესაფარს, არ იცოდნენ კონკრეტულად რა ხდებოდა, იმიტომ რომ იყო ქაოსი ქალაქში. მე მართლაც საოცარ ფაქტს შევესწარი, ჩემთვის ეს პირველი იყო და ნამდვილად არ მოველოდი თუ ესეთი საშინელება მოხდებოდა ნიცაში. მარიამ, ამჟამად როგორი ვითარებაა ნიცაში, თუ შეგიძლიათ ესეც რომ გითხრათ? მიუხედავად იმისა, რომ ნიცაში ყველაფერი ჩაწყნარდა, იგრძნობა ძალიან დიდი ქაოსი და შოკი, ხალხი გაოგნებულია, ყველა ამ თემაზე საუბრობს. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, ასევე უამრავი ადამიანი არის გარეთ გამოსული, რომლებიც სიმბოლურ საჩუქრებს ტოვებენ ბულვარზე. და ყველა გაკვირვებულია, გაოგნებული ვართ მართლა, როგორ მოახერხა ამ ხელასატვირთო მანქანამ შემოღწევა ბულვარზე, როცა კონტროლდებოდა აბსოლუტურად პოლიციელების მიერ ეს ტერიტორია. სწორედ ეს მაინტერესებს კონტროლს, რადგან შევეხეთ ტერაქტამდე თუ იყო გამკაცრებული უსაფრთხოება, ანუ თუ იგრძნობოდა სამართალდამცველების აქტიურობა.
ნამდვილად იგრძნობოდა გამკაცრებული სიტუაცია, იმიტომ რომ იყო ევროპის ჩემპიონატი და ყველაფერი კონტროლდებოდა მაღაზიებშიც, ასევე ქუჩაშიც. მაგრამ მართლაც დიდი პარადოქსია, რატომ მოხდა ესეთი ცვლილება, რამოდენიმე დღის მერე ნამდვილად ყველა შოკში ვართ, იმიტომ რომ არ მოველოდით მსგავს ფაქტს. მარიამ, რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივ მედიაში საინტერესოა ტერაქტის ორგანიზატორების შესახებ? ტერაქტის ორგანიზატორი არის ვინმე მუჰამედი, რომელიც არის 31 წლის, ცხოვრობს ნიცაში, ყავს 3 შვილი, ის გაშორებულია ცოლს 2012 წელს და ძალიან ცუდად გადაიტანა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ყველა აბრალებს ამ ფაქტს. ცოტა დეპრესიულიც იყო, ასე ამბობენ. მაგრამ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ნამდვილად არ ვიცი. ხოლო ჯერჯერობით არ უთქვამთ კონკრეტულად ეს იყო რომელიმე ორგანიზაციის მიერ შეკვეთილი თუ თავისი ინიციატივით მოხდა ეს ყველაფერი. გასაგებია, საქართველოს ელჩმა საფრანგეთში განაცხადა, რომ ნიცაში ერთ ქართველს ეძებენ, მისი ფრანგი მეუღლე კი გარდაცვლილი იპოვეს. მარიამ, თქვენ ხომ არ გაქვთ საქართველოს მოქალაქეების შესახებ რაიმე ინფორმაცია? ჩემი ახლობლები ძირითადად ვისაც ვიცნობ მეგობრები, ტურისტები ყველა კარგად არის, მაგრამ ვიცი რომ უამრავი ქართველი იმყოფებოდა იმ დროს ბულვარზე, რომელიც უყურებდა fireworks, ხოლო მერე ბრუნდებოდა სახლში. ეს ყველაფერი მოხდა სწორედ 2 წუთის მერე, დაახლოებით, მეც აივანზე ვიდექი უყურებდი fireworks, როცა ეს ყველაფერი დასრულდა, მოხდა პანიკა და იმიტომ გავედით გარეთ. მართლაც საოცრება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ქართველები ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში არ არიან დაშავებულები. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს ნიცაში მცხოვრები მარიამ მახნიაშვილი პასუხობდა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ნიცაში განაცხადა, რომ საგნიცაში ერთ ქართველს ეძებენ, მისი ფრანგი მეუღლე კი სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. საფრანგეთში საქართველოს საელჩო მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. მოქმედებს ასევე ცხელი ხაზი, როგორც 2030 ელჩმა ეკასირაძე დელონემ განუცხადა, ამ დროის მონაცემები დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან. საქართველოს საელჩო თანამშრომლობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ინფორმაციის გაცვლა დროულად და შეუფერხებლად განხორციელდეს. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ასევე რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ნიცაში ეძებენ ერთ ქართველს, ამ დრომდე მისი ფრანგი მეუღლე კი სამწუხაროდ იპოვეს გარდაცვლილი. საბედნიეროდ ამ წუთის ნამდვილად არ ფიქსირდებიან ქართველები, არც დაშავებულთა და არც დაღუპულთა შორის. უკვე არის საუბარი უცხოელებზე, იდენტიფიცირებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დაშავდნენ, რომლებიც დაიღუპნენ ამ საშინელი თავდასხმის დროს და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველები არ არიან მათ შორის. არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას ჯერ არ აქვს აღებული თავის თავზე ეს თავდასხმა და შესაბამისად ტერორისტულ აქტზე ჯერ კიდევ დანამდვილებით საფრანგეთის სპეციალური სამსახურები არ საუბრობენ. ნიცაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურებიან თბილისის ფრანგი ხალხისადმი სამძიმრისა და სოლიდარობის განცხადებები დღეს ყველა უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში ქალაქ ნიცაში მომხდარ ფაქტ შემაძრწუნებელ ტრაგედია დაფასებს და საფრანგეთის მთავრობას უსამძიმრებს. ტერორისტული აქტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. მინდა მიუსამძიმრო ფრანგ ხალხს, ქართველი ხალხის სახელით, ჩვენ მათ გვერდით ვდგევართ და გძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ბუნებრივია უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში როგორ მოიქცეს და სამართალდამცავებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოთქვა უდიდესი მწუხარება იმ საშინელი საზარელი აქტის გამო, რომელიც მოხდა. მინდა მიუსამძიმრო ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას მართლაც და აი ამ საშინელი ტერაქტის გამო. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მეტი გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი რაღაც აღარ მოხდეს. კვირა აღარ გადის ფაქტიურად, რომ ჩვენ ერთმანეთს აი ეს სამძიმარს არ ვეუბნებოდეთ და ნამდვილად რაღაცა არის უფრო ქმედითი გასაკეთებელი.
ბანკის ხეობაში დირიდან თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმის ოჯახში სამძიმარს იღებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის იგივე ომარ ალ-შიშანის დაღუპვის შესახებ ოჯახს სირიიდან ოფიციალურად აცნობეს. ჟღალ გენერლად და ომის მინისტრად წოდებული ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი გავრცელებული ინფორმაციით ავიაირიშის დროს დაიღუპა. ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს ამერიკის თავდაცვის უწყებაც. როგორც ინფორმაცია გვაქვს, ესე ოჯახმა წუხელ გაიგო ეს ამბავი ოფიციალურად შეატყობინეს, დილიდანვე გახსნილია ჭიშკარი სამძიმარს იღებენ და მთელი ხეობის ხალხი სამძიმრის სათქმელად მიდიან ოჯახის წევრებთან. ვიცი რომ კარგი ბიჭი იყო, სახელიანი იყო, სოფელში ყველგან მაგის სახელი იყო განთქმული. ჭკვიანი იყო, შეგნებული, განათლებული. როგორც აქ არის, იქაც ეგრე სახელიანი იყო. On July 10th 10 ივლისს კოალიციამ განახორციელა ავიადარტყმა, რომელიც მიმართული იყო ისლამური სახელმწიფოს ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც მოსულში შეხვედრას მართავდნენ. ჩვენი ინფორმაციით შეხვედრას ესწრებოდა ომარ ალ-შიშანი, ისლამური სახელმწიფოს სხვა 16 ლიდერთან ერთად. ჩვენ კვლავ მუშაობთ ავიადარტყმის შედეგების დასადასტურებლად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ალ-შიშანის შეხვედრას ესწრებოდა. პროკურატურამ სასამართლოს სალომე ჩარკვიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით ჩარკვიანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა. წარსულში არ არის ნასამართლები, ასევე საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მქონეა. პროკურატურამდე სალომე ჩარკვიანის მხარდამჭერი განცხადებები სამედიცინო ცენტრებმაც გაავრცელეს. უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება სალომე ჩარკვიანს დადებით პიროვნებად და პროფესიონალ კადრად ახასიათებენ. სალომე ჩარკვიანის თავისუფლების თხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართეს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული ცენტრის, ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრის, სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის თანამშრომლებმაც. პარალელურად სალომე ჩარკვიანის მხარდასაჭერად პეტიციაზე ხელმოწერებით შეგროვდა. პეტიციის მიხედვით აჭარა ცენტრ-პოინტ ჯგუფის საქმეზე დაკავებულ სალომე ჩარკვიანს ამ კომპანიაში მუშაობისას ფინანსების განკარგვა არ ევალებოდა. ჩვენ ყველანი მოგმართავთ თხოვნით ყველას მათ, ვისაც ხელგეწიფებათ ეს საქმე, რომ მოგვეხმაროთ ჩვენი თანამშრომლის, ასევე მიეხმაროთ სამ პატარა ბავშვს, მათი დედის და საზოგადოებას მიეხმაროთ საზოგადოების ძალიან კარგი წევრი სალომე ჩარკვიანის ამ არსებულ მევთვლი რაღაც გაუგებრობაში ყოფს კანონის ფარგლებში მიეხმაროთ ამ საქმის გადაწყვეტა. ჩემი სურვილი მოთხოვნა არის ის, რომ სანამდე რაღაც გაირკვევა და სასამართლო განაჩენს გამოიტანს, ჩემი აზრით არის ლოგიკური საშუალება და არანაირი პრობლემა ამაში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თავდებში აი ამდენი 1000 კაცი ვართ, სალომე გამოუშვან, იყოს გარეთ. შემიძლია როგორც ხომ მეც თავდებში დავუდგე ყველანაირად ამ ქალბატონს, იმიტომ რომ ვიცნობ ოჯახს, ვიცი ყველაფერი სამიშვილის დედა, ესეთი რეპუტაციით სარგებლობს. ნუ თან შეიძლება ვთქვათ რაღაც თავდები მაინც გამქცევი ქალბატონი არც არ არის და ყველაფერი ხა. უაღრესად დადებითი პიროვნება და ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება თუ არის შესაძლებელი რომ ეს ადამიანი განთავისუფლებული იქნეს. პრეზიდენტი უზენაისის სასამართლოს კანდიდატებს პარლამენტს უკვე მეორედ წარუდგენს, თუმცა განსხვავებული შემადგენლობით ანა დოლიძის ნაცვლად უზენაისის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი იქნება. ბოძაშვილის წარდგენისას გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმის გაჭიანურებაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით გარკვეული ეჭვიც გამოთქვა. თორნიკე ხურციძე მოისმინა მხარეთა პოზიციები. უზენაისის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პრეზიდენტმა დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი წარადგინა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის უკვე მეორედ წარუდგენს პარლამენტს უზენაისის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და იმეც გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანო ამჯერად მაინც გამოუცხადებს ნდობას მის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ისაუბრა ზოგადად სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ჩნდება გარკვეული კითხვები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ხომ არ ხდება სასამართლო რეფორმის პროცესის გაჭიანურება, რადგან პარლამენტს მესამე მოსმენით ჯერ კიდევ არ განხილავს კანონი, რომელმაც უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა გახადოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
წარმოადგენთ სწორედაც რომ მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი პროფესიული, მორალური სტანდარტების ადამიანს ბატონ ლევან ბოძაშვილს, რომელიც მუშაობდა ჩვენთან უშიშროების საბჭოში და რომელსაც გააჩნია მართლაც მიუკერძოებული უმციკლო წარსული თავის მოღვაწეობაში. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი და ის პოლიტიკური ძალები, რომელიც პარლამენტში არიან, გულისხმობით მოეკიდებიან როგორც იმას, რომ საბოლოოდ უნდა იქნას მესამე მოსმენით მიღებული კანონი სასამართლო სისტემის შესახებ. ეს არის საკმაოდ მაღალი და საპატივსაცემულო პოზიცია, რომელზეც ვარ წარდგენილი. შეეხება იმას, თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღეს, მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს პრეზიდენტის წარდგინებას და მხარდაჭერილი იქნება კანდიდატურები, რომლებიც არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი. ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა შეაფასეს კანონმდებლებმა, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ასევე გამოუხმაურა პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმის გაჭიანურებაზე საუბრობს. მეტად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას და მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთოდ იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლებაში წესრიგი დამყარდეს, სასამართლო იყოს ისეთი, როგორიც უნდა ჩვენს მოქალაქეებს. მე ვფიქრობ, ბატონ ბოძაშვილის კანდიდატურა არის საინტერესო კანდიდატურა. შემიძლია გითხრათ უცხოელად, რომ სასამართლოს რეფორმა, ზოგადად კანდიდატების განხილვა, უზენაეს სასამართლოს დაკომპლექტების საკითხი, ეს არის უსერიოზულესი, მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი რეფორმას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. გიორგი მარგველაშვილი დღეს ასევე იმყოფებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს და ისაუბრა ზოგადად ამ ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის. არის საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დაიწყეს. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები იმ ცვლილებების გასაჩივრებას გეგმავენ, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო სარეკლამო დროის განაწილებას არეგულირებს. პარტიებმა გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ კანონზე ხელმოწერის შემდეგ მიიღეს. ამავე მიზეზით არასაპარლამენტო ოპოზიციას პრეტენზია პრეზიდენტთანაც აქვს. უფრო კონკრეტულად, რა საპროტესტებენ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები და როგორია პრეზიდენტის პასუხი მათ განცხადებაზე. თამარ ციკლაური საუბრებს. პირდაპირ ეთერში თამარ მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები სწორედ საკონსტიტუციო სარჩელის შემუშავების მიზნით შეიკრიბნენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას მომავალ კვირას გეგმავს. ამასთან მათი მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სწორედ გიორგი მარგველაშვილი იყო. მათი თქმით, საარჩევნო საკითხებზე გამართული შეხვედრების პროცესში პრეზიდენტი ღიად აფიქსირებდა უკმაყოფილებას იმ ცვლილებების შესახებ, რომელსაც პარლამენტი განიხილავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, პრეზიდენტმა კანონს ვეტოს დადების ნაცვლად ხელი მოაწერა. არასაპარლამენტო ოპოზიცია წინა საარჩევნო პერიოდში არათანაბარ პირობებზე საუბრობს. პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ ის აღუდგებოდა წინ აი ამ უსამართლობას ყველანაირად, უცებ აღმოჩნდა სრულიად ლოიალური ამ უსამართლობის მიმართ. რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან არასახელმწიფოებრივად აზროვნების ნიმუშია. ჩვენ გვქონდა გადაჭარბებული მოლოდინები მის პრინციპულობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამ შემთხვევაში ბრძოლის ახალი ეტაპი იქნება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც მომავალი კვირის დასაწყისში მოხდება. ასეთი კითხვის ნიშნებია, არ უნდა ხდებოდეს შეზღუდვა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომები აუცილებლად დააყენებს ლეგიტიმურობის კითხვის ქვეშ არჩევნების 2011 ოქტომბრის არჩევნებს. აქედან ჩვენ ვჯოლობთ დღეს, რომ მოემზადოთ, რომ შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სამართლოში, მაგრამ მე ამ ცოტა სკეპტიკურად ვიყურებ, იმიტომ რომ ვადა არის ძალიან ცოტა საარჩევნო კომპანია გახსნილი არის, მაგრამ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება ამასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი შევიდა საკონსტიტუციაში, ალბათ მოხდა. რამდენიმე საარჩევნო სუბიექტს გაუარესდა მდგომარეობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოუწოდეთ პრეზიდენტს, რომ მას დაედო ვეტო არაკონსტიტუციური კანონ პროექტისათვის, რაც მან სამწუხაროდ არ გააკეთა. ყველაზე უმთავრესი აქ ალბათ არის საეთერო დროის გადანაწილება, იმიტომ რომ ის დრო, რაც დღეისათვის არსებობს აქამდე ნაწილდებოდა 5 სუბიექტზე, დღეს გადანაწილდება 11-ზე, რაც აი ამ 5 სუბიექტის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრების განცხადებებს ბათუმიდან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ცვლილებების საარჩევნო კოდექსში მას თავადაც არ მოსწონს, პოლიტიკური კონტექსტი კი ვეტოს დადების შესაძლებლობას არ იძლეოდა. მე მათ დაუჭირე მხარი, როცა იყო საუბარი საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებს იწვევდა. მე მათ დაუჭირე მხარი, როდესაც მათ ჰქონდათ სხვა ალტერნატიული ვერსია. მე მათ იმაშიც უჭერ მხარს, რომ უკეთესი კანონი უნდა დაწერილიყო. თუმცა ეს არ იძლევა ვეტოს დადების შესაძლებლობას. საარჩევნო პროცესში ვართ უკვე. არსებობს კანონი, ხო, მეორე, არ არსებობს პოლიტიკური ნება პარლამენტში, რომ ჩემი ასე ვთქვათ, წინადადება იქნას გაზიარებული. ეს მეორე. მესამე, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, თუ და ვიწრო ფარგლებში ატევს. შესაბამისად, მე მესმის მათი პოზიციის, უბრალოდ ეს არ იძლეოდა პოლიტიკური კონტექსტი ვეტოს დადების შესაძლებლობას. არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ, დაგვიანებულს უწოდებენ საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, ქართული ოცნების წევრი ეკაბესელია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, კანონით დადგენილი წესების შეცვლა საკონსტიტუციო სასამართლოსაც აღარ შეუძლია. საკანონმდებლო ცვლილებას საარჩევნო კოდექსში უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. რომ მიმაჩნდეს, რომ არაკონსტიტუციურია, თავის დროზე ამას არც ხარს არ დაუჭერდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც იყო ინიციატორი და არც მე დაუჭერდი ამას ხარს. მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და სასამართლოსგან მიიღებენ პასუხს. სხვა პასუხის გაცემა ვერ შეგვიძლია. ყველაფერი არის ერთი მხრივ კონსტიტუციასთან და მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან სრულ შესაბამისობაში. კანონი პარლამენტმა მიიღო, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა ჩათვალა, რომ ეს კანონი იყო კონსტიტუციური. რაც შეეხება ვინცად გაასაჩივრებს, როგორც გითხარით, ეს მათი უფლება, თუმცა არა საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას ვერ განიხილავს, ვიდრე არ დასრულდება საარჩევნო პროცესი. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით ტელევიზიებს ძველებურად შეუძლიათ 3 საათის განმავლობაში თითო პოლიტიკური სუბიექტისთვის წუთნახევარი გამოყონ. აქამდე ასეთი სუბიექტი 5 იყო. ხუთივესთვის განსაზღვრული უფასო სარეკლამო დრო კი ჯამურად 7 წუთნახევარი გამოდის. ცვლილების მიხედვით ტელევიზიებს უჩნდებათ ვალდებულება ეს 7 წუთნახევარი არა 5 პარტიაზე, არამედ უკვე 11 სუბიექტზე გადაანაწილონ, რადგან კოალიცია ქართული ოცნება დაიშალა და მასში შემავალი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. ძალიან დიდი მადლობა თამარ ციკლაური გვერდება და პირდაპირ ეთერში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პრეზიდენტის მიერ რწმუნებულად წარდგენილი ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით აირჩია. ზურაბ პატარაძეს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უსმენდნენ. ახალი თავმჯდომარისთვის ნაციონალურ მოძრაობასა და დამოუკიდებელ დეპუტატ მედია ვასეცეს მხარი არ დაუჭერიათ. ახალი თავმჯდომარის გეგმები და რიგგარეშე სხდომის დეტალები ნახეთ სოფო ჟღენტის და ანა ბროლაძის რეპორტაჟში. თითქმის 4 წლიანი მუშაობის შემდეგ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ შემცვლელს კაბინეტი გადააბარა. პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნულმა ზურაბ პატარაძემ დღეს უკვე აჭარის მთავრობის რიგით მეოთხე თავმჯდომარის სტატუსიც მოირგო. მას შემდეგ, რაც უმაღლეს საბჭოში 12 ხმით თანამდებობაზე აირჩიეს. ჩვენ ავაგუგუნებთ აჭარას. ჩვენ ერთად დავდგებით და ხალხთან ერთად გავაკეთებთ საქმეს. ეს არის ჩვენი მთავარი мотиваცია. ჩვენ ერთად ვიქნებით, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი იყოს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თითქმის 3 საათის განმავლობაში უსმენდნენ. ოპოზიცია დაინტერესდა, როგორ ხედავს ზურაბ პატარაძე აჭარის მომავალს. თქვენი დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში ის ერთი პროექტი მაინც დამისახელეთ, რომელიც რეგიონის მიმართულებით თქვენი უშუალო ჩართულობით განხორციელდა. ბათუმის პორტის მიმართულებით არის ესე ვთქვათ დამატებით ინვესტიციების შემოტანის თემა და ფაქტიურად დასრულების სტადიაშია ეს პროცედურები და დამატებით მალე გვექნება ამაზე ინფორმაცია. მე პირადად მივიღე მონაწილეობა ბორჯომი რიქსოსის პროექტის დასრულებაში. მაინტერესებს რამდენად პრიორიტეტული იქნება
თქვენი ხელისუფლებისა თქვენი გუნდისთვის ზოგადად მაღალმთიანეთის გაზაფიცირება. ეს არის ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ადგილზე ჩვენ შევისწავლით ამ საკითხებს და ვთქვათ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემები იყოს გადაჭრილი. მართალი გითხრათ, იმ პირველი პერიოდისთვის ძალიან მეცოდებით, რომელი საქმით უნდა დაიწყოთ, რა უნდა მოაგვაროთ, როცა ეს წლები არაფერი გაკეთებულა. აღდგომა და ხვალეო, მოვა. რამდენიმე თვე დარჩა, სულ რამოდენიმე თვე დარჩა და ნახავთ, რა იქნება და ყველგანი კარგად ნახავთ, რომ აქ ამ დარბაზში მეოთხედით ნაკლები დეპუტაცია იჯდება ერთი კონკრეტული პარტიიდან. თავისუფალი დემოკრატების გარდა ოპოზიციას თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ სხდომა კენჭისყრამდე დატოვეს, თუმცა თავმჯდომარის დასამტკიცებლად საჭირო 12 ხმის მოგროვება პრობლემა არ გამხდარა. 14-ში დაუნიშნია რწმუნებულად, 15-ში წამოაყენა უკვე მისი კანდიდატურა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, დღეს არის არჩეული. აბა გეკითხებით, 2 დღისთვის ეს აუცილებლობა რატო დადგა? იმიტომ დადგა, რომ უმრავლესობას არ ენდო 12 ხმას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა ხმამიცა ადამიანს, რომელიც უკანონო თანამდებობას იჭერდა აჭარის რეგიონში. უკანონო თანამდებობის პირი აიყვანა მთავრობის რანგში. ნაციონალურ მოძრაობას უნდა და რეგიონი დარჩენილიყო ხელისუფლების გარეშე, ნაციონალურ მოძრაობას უნდა და არჩევნებამდე ყოფილიყო მაქსიმალური კრიზისი, ეს იყო მათი პოლიტიკური დღესასრიგი, მე სულხან-გლონტმა მივიღე გადაწყვეტილება და იმის სასარგებლოდ, რომ რეგიონში არ იყოს კრიზისი. ვჩქარობთ, რომ სრულყოფილი მთავრობა ჩაუდგეს რაც შეიძლება სწრაფად აჭარას სათავეში და განახორციელოს ყველა ის საქმე და პროექტები, რასაც აკისრებს მას ამორჩევლის წინაშე ვალდებულებები. მთავრობის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალ უკვე მსჯელობა ზურაბ პატარაძის გუნდზე მოუწევთ. ახალი თავმჯდომარე თავის კაბინეტის წევრებს წარადგენს, თუმცა მის დღის წესრიგში პირველი გეგმა ხვალ დილით ბათუმის ბულვარში გასეირნება და ქალაქში არსებული სიტუაციის გაცნობა. გიორგი კურიკაშვილი იმერეთში ბაში დაფნარის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას დაესწრო. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე შეძლებს გადაადგილებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გახსნის ცერემონია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი ესწრებოდნენ. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, ხარისხიანი სატრანზიტო გზების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და სატრანზიტო ფუნქციიდან. ამ გზით ისარგებლებს ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მცირე ბიზნესმენები, ასევე ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, რაც ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს მიცემს უფრო მეტ შემოსავალს. ჩვენ წელს კიდევ პირდებით ქართულ მოსახლეობას გეგმაშიც ესე გვაქვს და დიდი იმედი გვაქვს, რომ გეგმაში შევასრულებთ. ზესტაფონი ქუთაისის მონაკვეთსაც მთლიანად გავხსნით, ალბათ ნაწილს უახლოეს მომავალში 2 ზოლს და წლის ბოლომდე 4-ვეს და მე შეგვეძლება გვჩება მხოლოდ რიკოთი. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნის ცერემონიას ვესწრები. იაპონია და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან და მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გვერდით ვდგავარ. ეს პროექტი ძალიან მასშტაბურია და იაპონია მოხარულია, რომ მასში მონაწილეობას იღებს. ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა ტრადიციულად ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს პავლეწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანის ამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაული მიულოცა. საქართველოს გვერგო უდიდესი მადლი, რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი და ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველა ჩვენთაგანს, რომ ვიყოთ ღირსი, რომ ვიყოთ ნამდვილად საქართველოს შვილები, მინდა მიულოცო დღევანდელი დღე მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს და მინდა მიულოცო განსაკუთრებით სამეგრელოს.
პროგრამის გადაიღეს საქართველოში ფარგლებში კიდევ ერთი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ფილმში, რომელსაც ინდოელები ქართველი კოლეგების დახმარებით იღებენ, მოქმედება ძველ დროში ვითარდება, სადაც ერთმანეთს ბერძნები და ინდოელები ებრძვიან. ფილმის მასიურ სცენებში 200-მდე ადგილობრივი იღებს მონაწილეობას. მთავარი როლი კი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრს დავით მანუჩაროვს ხვდა წილად. სად მიმდინარეობს ისტორიული ფილმის გადაღებები და რამდენი პროექტის განხორციელება იგეგმება წელს. ერთი დღე ინდურ-ქართული ფილმის გადასაღებ მოედანზე. ორი დაპირისპირებული მხარე და ბრძოლა გამარჯვებისათვის. ინდურ-ბერძნული შეტაკება მაყურებლისათვის გუდაურში ცოცხლდება. გაუტამი პუტრას სატაკარნი, ასე ქვია ინდოელ მეფეს და ფილმს, რომის გადაღებებიც 2 კვირის წინ საქართველოში დაიწყო. პროექტ გადაიღეს საქართველოს ფარგლებში ქვეყანას 100-მდე ინდოელი სტუმრობს. ისტორიულ დრამაზე უცხოელებთან ერთად ქართველებიც მუშაობენ. შარშან გადავიღეთ ამ დროს კიდე ერთი ისტორიული ფილმი, რომელმაც იქაური ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა 1500 ფილმში გავიდა პირველ ადგილზე. იმის მერე გვიკავშირდებიან და მეორე ჩამოვიდნენ. ეხლა და გვირდებიან რომ ზამთარში კიდე უნდა ჩამოვიდნენ და გადაიღონ რაღაც ახალი კარგი პროექტი უნდა ჩამოიტანონ. ეს არის ისტორიული დრამა, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ მეფეზე გვიამბობს. მე ბევრგან მყოფილ ვარ გადაღებაზე, თუმცა საქართველო ჩემი ფავორიტია. სიმართლე გითხრათ, საქართველოში მუშაობა ბევრად კომფორტულია, ვიდრე ინდოეთში თანაც. ქართული ლანდშაფტი ძალიან მიმზიდველია კადრისთვის. ფილმში, რომელიც საბრძოლო ხელოვნების ამსახველი კადრებით იქნება დატვირთული, ბერძენ პრინცესას ირანელი გოგონა განასახიერებს. მეფის როლს კი ქართველი პროფესიით მორაგბე დავით მანუჩაროვი მოირგებს. საქართველოს შემდეგ მთავარი როლის შემსრულებლისათვის გადასაღები მოედანი ინდოეთში მოეწყობა. თვითონ მუშაობის პროცესი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რეალურად არის ნახევრად ისტორიული, ესე ვთქვათ, ეგ ფილმი, იმიტომ რომ ყველაფერი რეალურად ხდებოდა. და ამავე პროცესში გაირკვა რომ მე მივდივარ ინდოეთში გადამღების ჯგუფთან ერთად რაღაც კადრები არის რაც საჭირო არის იქ გადასაღებად. I'm originally from Iran. წარმოშობით ირანიდან ვარ. 2 წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ ინდოეთში. ამ ისტორიულ დრამაში ბერძენი დედოფლის როლს ვასრულებ. საკმაოდ საინტერესო ფილმია. გირჩევთ რომ ნახოთ. თანაც საქართველოსშია გადაღებული. სხვათა შორის მე აქ უკვე მესამედ ვარ და ვგიჟდები თქვენს ბუნებაზე, სტუმართ მოყვარეობაზე და კერძებზე. ეს კი ყაზბეგელი დავითია. ის მასიურ სცენაში 200 ადგილობრივთან ერთად მონაწილეობს. ამბობს, რომ ინდოელები არც თუ ისე კარგი მხედრები გამოდგნენ, ამიტომ გადამღებ ჯგუფს ისეხმარება. ჩამოვედი ყაზბეგიდან კინოს გადასაღებად. კარგი არის ეს ყველა რო ხალხი საქმდება, ახალგაზრდობაა ჩაბული ამ საქმეში, ერთობიან. გაყავს დრო. ეს გადაიღეს საქართველოს ფარგლებში განხორციელებული მეორე პროექტია. 4 ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ საქართველოში ჯამში 5.700.000 ლარამდე დაიხარჯება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს წამოწყება საქართველოში ტურიზმს განავითარებს და ფილმის ინდუსტრიის არეალს გაზრდის. ეს დარგი არ არის მხოლოდ ესე რომ ვთქვათ კინოს დარგი, ამ დარგს აქვს ძალიან დიდი გადადინების ეფექტი და ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ყველა სხვა დანარჩენ სექტორზე და ანვითარებს ძალიან ბევრ სერვისს, რომელიც თავისთავად ქმნის სამუშაო ადგილებს. კინოინდუსტრიის წახალისების მიზნით სახელმწიფო პროგრამას აწარმოეს საქართველოში 2016 წელს კიდევ ერთი გადაიღეს საქართველოში დაემატა. ამჟამად პროექტის ფარგლებში 2 ფილმს კახეთსა და გუდაურში იღებენ. ერთზე კი მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ახლა რეკლამის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევნები, მომხრეები და მოწინააღმდეგეები 2030-ში დაგვევლოდეთ.